We have a meeting with President Putin tomorrow. President Putin-თან შეხვედრა მაქვს. ვფიქრობ, პროდუქტიული იქნება, მაგრამ მეორე შეხვედრა უფრო მნიშვნელოვანი იქნება. ასევე შევხვდები პრეზიდენტ პუტინს, პრეზიდენტ ზელენსკის და შეიძლება ევროპელი ლიდერებიც მოვიწვიოთ. შეიძლება არც. არ ვიცი ეს მნიშვნელოვანი იქნება თუ არა. ვნახოთ რა მოხდება. ვფიქრობ, პუტინი და ზელენსკი მშვიდობას აირჩევენ. ვნახოთ შეთანხმებას მოახერხებენ თუ ვერა. თუ შეძლებენ, შესანიშნავი იქნება. იცით, ბოლო 6 თვის განმავლობაში 6 ომი დავასრულე. 6 თვეზე ოდნავ მეტ დროში. ძალიან ვამაყობ ამით. ყველაზე მარტივი ეს მეგონა, მაგრამ ყველაზე რთული აღმოჩნდა. More than 6 months now. Well, he came to our country and I heard პუტინი ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის, მაგრამ CNN-ის ყალბამბებს უსმენდი, ეს პუტინის გამარჯვებად შეაფასეს. ჩვეულებრივ საპირისპირო სიტყოდით, მაგრამ მათ თქვეს, რომ ეს მისი დიდი გამარჯვებაა, აქ რომ ჩამოვიდა. ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინს შეთანხმების მიღწევა სურს. ჩემი აზრით, პრეზიდენტი რომ არ ვიყო, მთელ უკრაინას დაიკავებდა. ესაა ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო და მე რომ პრეზიდენტი არ ვიყო, მთელი უკრაინის ხელში ჩაგდებას მოინდომებდა. თუმცა პრეზიდენტი მე ვარ და ის ჩემთან ხუმრობას არ აპირებს. Ukraine, but I am president and